ტრამპმა თავი პირდაპირ კუთხეში მოინწყდია. და რადგან მსოფლიო ძალიან დაკავებულია იმისთვის, რომ ეს შეამჩნიოს, აშშ-ში ირანის დიპლომატიის ყოველდღიური აბსურდის გამო, ჩვენ ვერც კი მივდივართ იმ უფრო ღრმა შედეგებამ. ხედავთ, როცა ბენზინის ფასები იზრდება, მათ დასაბრუნებლად დრო სჭირდება. და მიუხედავად იმისა, რომ შუალედური არჩევნები ჯერ კიდევ რამდენიმე თვეშია, ეხლა იმ ეტაპზე ვართ, როცა ბენზინის ფასები ნოემბრის შუალედურ არჩევნებზეც მაღალი დარჩება. ისტორიულად ეს მოქმედი პარტიებისთვის ცუდად მთავრდება. მაგრამ ამ საუბარს აქ ვერ დავასრულებთ. კრიზისის დროს მოლაპარაკებები ხშირად მოულოდნელ ურთიერთობებს იწვევს და ჩვენც ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდით. რაც უფრო ნაკლებად შეძლებს ირანი ნოემბერში არჩევნების შედეგების კონტროლს, მით უფრო მეც შეძლებს ტრამპის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებში მოითხოვოს. ძირითადი იდეა ისაა, რომ ირანს ბერკეტი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ მისი ქმედებები ტრამპს დაეხმარება ან ავნებს და ამ მხრივ საშუალებადიანი არჩევნებისთვის უკვე თითქმის ყველაფერი დასრულებული. მაშ დღეს დავიწყებთ იმით, თუ როგორი იქნება ბენზინის ფასების სავარაუდო დინამიკა ნოემბერში და რატომ არის მაღალი ფასები მყარი. შემდეგ მიმოვიხილავ, რას გვიჩვენებს პოლიტოლოგიური ლიტერატურა იმაზე, თუ როგორ რეაგირებენ ამ მომრჩევლები ეკონომიკურ მდგომარეობაზე არჩევნებამდე. მინიშნება, ეს ტრამპისთვის კარგი არ არის. და ბოლოს განვიხილავთ, რას ნიშნავს ეს ირანთან უფრო ფართო მოლაპარაკებებისთვის. მიუხედავად ამისა, დავიწყოთ იქიდან, სადაც ველოდებით ნავთობის ფასების მოძრაობას. ეს საინტერესო პრობლემაა ლოგისტიკისა და ტექნოლოგიის დონეზე, მაგრამ საბოლოოდ ეს პოლიტიკურ პრობლემებზე შესავალია. ამიტომ ენერგიას დავზოგავ, ხვდებით ხო? შემდეგი ნაწილებისთვის. ძირითადი პრობლემა ისაა, რომ ომის დასრულების შემდეგ ნავთობის ფასები უბრალოდ არ ბრუნდება ომამდელ ნიშნულზე. ამას ხშირად ასეხსნიან. ნავთობის კომპანიები, რა თქმა უნდა, ხარბები არიან და სურთ მომხმარებლებს ბოლო თეთრიც კი გამოსთხოვონ. და მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის კომპანიებს ნამდვილად სურთ მომხმარებლებს ბოლო თეთრიც კი გამოსთხოვონ, ეს ბიზნესის არსია. ფასების ნელ-ნელა კლებას კი საბაზრო ძალები განაპირობებს. სიღრმისეული ახსნა 4 ნაწილად შეგვიძლია დავყოთ. პირველი, შეთანხმება აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერი სხვა მოვლენისათვის. შეიძლება შეგიმჩნევიათ, რომ ირანის მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ ყოველდღიურ მოვლენებზე საუბარი შევთვლიდა. ეს შემთხვევითი არჩევანი არ ყოფილა. ეს ჩემი განზრახული გადაწყვეტილება იყო. რამდენიმე კვირით ადრე სანამ შევწყვეტდი, ეს უკვე იქცა სიტუაცია, დროცა უნდა გეყურებინა, მაგრამ არ მოგესმინა. მედიაში ამ თემაზე განხილვა მაინც გაგრძელდა. მოდი ყველაფერს ჩემი ჩვეულებრივი სტილით შევაჯამებ. ამ მიმართულებით პროგრესს ვერ ვხედავ. რადგან საერთაშორისო მოლაპარაკებები ძალიან გაუმჭვირვალეა, ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ ხვალ გარღვევა მოხდეს. მაგრამ არ გირჩევდით თავისუფალ დროს ამაზე ფიქრს დაუთმოთ. თუმცა პრაქტიკული მნიშვნელობა ისაა, რომ ფასები ვერ დაიწყებს კლებას, სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება. მას შემდეგ, რაც შეთანხმებას მივაღწევთ, სრუტე მაინც ხელახლა გასახსნელი იქნება. არსებობს ძალიან პესიმისტური შეფასებები, რომ ამას შეიძლება 6 თვე დასჭირდეს. ბოლოს და ბოლოს ირანს იქ ნაღმები შეიძლება ჩაეკენებინა. ყველა მათგანის პოვნა უსასრულოდ დიდხანს გაგრძელდება. კარგი, მაგრამ ეს აქ თავარი მიზანი არ არის. მიზანი არის კორიდორის გახსნა, რომლითაც გემები უსაფრთხოდ გაივლიან და საკმარისი ინდობა მიუცეთ სადაზღვევო კომპანიებს, რომ იქ გავლა უსაფრთხოდ არის შესაძლებელი. ამისთვის გაცილებით ნაკლები სამუშაო იქნება საჭირო, ვიდრე სრულიად უსაფრთხო წყლის გზის შექმნა. დავამატებ, რომ ამ პროცესში ევროპის კავშირიც ჩაერთვება, რათა დააჩქაროს განაღმვითი სამუშაოები. მე ამას პირველი დღიდან ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომენტარი იყო, თითქოს არ ვიცოდი, რაზე ვსაუბრობდი და ევროპა არასდროს ჩაერთვებოდა ტრამპის ავანტიურებში. მაგრამ როგორც პირველი დღიდანვე ვამბობდი, მახეში გაბმა ასე არ ხდება. მახეში გაბმა თავისი არსით ნიშნავს პარტნიორის იძულებას, რომ რაღაც გააკეთოს შენი ავანტიურების მიუხედავად. ევროპა გააკეთებს იმას, რაც საჭიროა ენერგიის ფასების დასაწევად. სხვა შემთხვევაში საარჩევნო შედეგები კატასტროფული იქნება. ამაზე უფრო დეტალურად მალე ვისაუბრებთ. და თუ ეჭვგეპარებათ ევროპის გარდაუვალ როლში ამ საკითხში, გირჩევთ ახალი ამბები ნახოთ. რადგან ევროკავშირმა უკვე დანერგა უმეტესობა იმ მექანიზმებისა, რომლებიც ამის განხორციელებას უზრუნველყოფს და ეხლა მხოლოდ ელოდება, როდის მიიღებს გარანტიას, რომ მათზე არ ისვრიან, რათა დაიწყოს მოქმედება. მაგრამ თუ ეს ამბავი გამოგჩათ, შეიძლება ეს თქვენი ბრალი არ იყოს. ევროპის ქმედებებს ამ შემთხვევაში უფრო ხშირად აშუქებენ მემარჯვენე მედია საშუალებები, რადგან ეს ომთან დაკავშირებით გარკვეულწილად პოზიტიური კუთხეა. იცით, ნეტავ არსებობდეს გზა, რომ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან მიიღოთ. იცადეთ, ესეთი გზა არსებობს. დღევანდელი ვიდეოს კვლავ სპონსორია Ground News. მათი ბრმა წერტილის ჩანართი აჩვენებს, რას ტოვებენ უყურადღებოდ პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარე,
რაც გაძლევთ წარმოდგენას იმაზე, რას ვერ ამჩნევთ და ასევე იმაზე, რას ხედავთ უფრო ხშირად, ვიდრე თქვენი ოპონენტები. მეც მიყვარს ჩემი ყოველდღიური ბრიფინგის შემოწმება, რომელიც ყოველ დილით რამდენიმე მთავარ ამბავს აჯამებს. აქ მათ შორის ერთია ირანის პრეზიდენტის გადადგომის მცდელობის შესახებ და მეორე, უკრაინის სურდორე კრაინის სურვილზე მიიღოს პატრიოტის რაკეტების ლიცენზია ადგილობრივი წარმოებისთვის. და თუ ეწვევით ground.news/lines ან ground.news/lines on maps, ან დაასკანერებთ ეკრანზე არსებულ QR codes, შეგიძლიათ Vantage გეგმის ფასიდან საოცარი 40% დაიზოგოთ. ეს გაძლევთ თომას იმ ფუნქციებზე, რომლებიც აქ გაჩვენეთ და კიდევ ბევრ სხვაზე. კიდევ ერთხელ მადლობა Ground News ამ არხის მუდმივი მხარდაჭერისთვის. ნავთობის ფასების აღდგენის დარჩენილი საკითხები უფრო ტექნიკურია. თუ ყურადღებას გავამახვილებთ მიწიდან ამოსულ მიწოდებაზე, რომელიც რაღაც გამოსაყენებლად გარდაიქმნება, მაშინ ვაწყდებით გარკვეულ პრობლემებს. საინტერესო ფაქტია, ომი ანადგურებს ნივთებს. ესეთი რამეებია, მაგალითად, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები გოლფის სანაპიროზე, ან ინფრასტრუქტურა, რომელიც საერთოდ ამოაქვს ეს ნივთიერება მიწიდან, ან საექსპორტო ტერმინალები, რომლებიც საწვავის მოგზაურობას საბოლოო მომხმარებელთან იწყებს. ამ ყველაფრის უმეტესობა ნოემბრისთვის აღდგენილი არ იქნება. ასე რომ არა, ჩვენ არ გვექნება 20 მილიონი ბარელი ნავთობი, რომელიც ჰორმუზის სრუპეში გაივლის იმ დროისთვის, როცა შემდეგი არჩევნები ჩატარდება. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ნიუანსური მომენტი მაქვს. შეიძლება გახსოვთ, რამდენიმე კვირის წინ ირანი უახლოვდებოდა ნავთობის შესანახი შესაძლებლობის ზღვარს. ამ დროის განმავლობაში ირანს ნავთობი ჰორმუზის სრუტიდან არ გაუტანია. ამიტომ რაღაც უნდა შეცვლილიყო და სავარაუდოდ ირანს მოუწია თავისი ზოგიერთი ჭაბურღილის დახურვა. ეს კიდევ ერთი რამაა, რასაც სრუტის გახსნის შემდეგ უბრალოდ ისე ვერ აამუშავებ. და ბოლოს არსებობს რეზერვების პრობლემა. ვიცი, ეს დასაჯერებლად რთულად ჟღერს, მაგრამ ბოლოს 3 თვის განმავლობაში ნავთობის ფასები ნაწილობრივ შეკავებული იყო. ქვეყნებმა შეხედეს მიწოდების შემცირებას და უპასუხეს სტრატეგიული ნავთობის რეზერვების ბაზარზე გამოშვებით. მაისის მე-13 მდგომარეობით, რაც არის ბოლო დღე, რომლის მონაცემებიც გვაქვს, გამოშვებულია 164 მილიონი ბარელი. თუ ამას დღევანდელ დღემდე გავზრდით, დაახლოებით 200 მილიონ ბარელზე ვიქნებით, რაც დაახლოებით ნახევარია იმ რაოდენობისა, რომლის გამოყოფასაც ქვეყნები დაპირდნენ. ეს წარმოადგენს დაახლოებით 11%-ს დაკარგული მიწოდების. როდესაც ნავთობი ჰორმუზიდან გასვლას დაიწყებს, ეს ქვეყნები დაიწყებენ თავიანთი სტრატეგიული მარაგებიდან ნავთობის გამოშვების შეწყვეტას, რაც ნაწილობრივ გაანეიტრალებს მიწოდებაში არსებულ ცვლილებას. მოგვიანებით ისინი დაიწყებენ თავიანთი მარაგების შევსებას, რაც ხელოვნურად ზრდის მოთხოვნას. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ნავთობის ფასებს დიდი დრო სჭირდებათ, რომ საბოლოოდ საბაზისო დონეს დაუბრუნდნენ. ერთი შენიშვნა, რომელიც უნდა დავამატო, არის ის, რომ ომის დასრულება ახლა ან ნოემბრამდე ნებისმიერ მომენტში ნავთობის ბაზრებისთვის მყისვიეს მყისიერ შვებას მოიტანს. და რაც უფრო მეტი დრო გავა შეთანხმებასა და არჩევნებს შორის, მით უფრო მეტად დაიწევს ფასები. შესაბამისად, ირანთან მოლაპარაკებები კვლავაც იმოქმედებს ბენზინის სავარაუდო ფასებზე. უბრალოდ შვების მასშტაბი ნოემბრამდე შეზღუდულია. კარგი, რადგან დავადგინეთ, რომ ბენზინის ფასებს დიდი დრო დასჭირდება, რომ ომამდელ დონესთან ახლოს ჩამოვიდეს, მოდით ვისაუბროთ იმ გავლენაზე, რაც ამას ექნება 2026 წლის შუალედურ არჩევნებზე. ეხლა შეიძლება გქონდეთ ცდუნება პირდაპირ განაცხადოთ, რომ ეს სიტუაცია აშკარად ცუდია ტრამპის ადმინისტრაციისთვის და შემდეგ უბრალოდ შეთქვეტოთ საუბარი. შეიძლება უკვე გქონდეთ გარკვეული წარმოდგენა, რატო არის ეს სიტუაცია ცუდი, განსაკუთრებით ბენზინის ფასებთან დაკავშირებით. თუ გახსოვთ 1979 წლის ნავთობის კრიზისი და ის როგორ იმოქმედა ამან ჯიმი კარტერის ხელახალ არჩევაზე, მინიშნება, რეიგანი გახდა პრეზიდენტი. მაგრამ რაღაც მხრივ რეალობა უფრო ცუდია, ხოლო სხვა მხრივ უკეთესი ვიდრე შეიძლება ჩანდეს. ზოგადად ამ ვიდეოებში ბევრ დროს უთმობთ სტრატეგიული თამაშის განხილვას. და ეს ძალიან ლოგიკურია, როცა ჩვენი ყურადღება ლიდერის დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებზეა მიმართული. ვიცი, რომ კლავიატურის მებრძოლებს უყვართ ლიდერების დაცინვა, იმის გამო, რომ ისინი ცუდად ასრულებენ თავიანთ საქმეს. მაგრამ რთულია დიდხანს დარჩე ხელისუფლებაში, თუ კარგად არ გესმის რა არის გონივრული და რა არა. სადაც სულოვური რაღაცები ხდება, ეს ჩვეულებრივ იმიდრივ იმიტომა, რომ ან ლიდერები ინსტიტუციურ შეზღუდვებს აწყვდებიან, რაც მათ უკეთესი გზების არჩევის საშუალებას არ აძლევს, ან მათი პრეფერენციები არ ემთხვევა იმას, რაც საზოგადოებას სურს, ან იმას, რაზეც ტრადიციულად ლიდერები ზრუნავენ. საპირისპიროდ, მე არ ვიტყუებ თავს, რომ საშუალო ამომრჩეველი სტრატეგიულად სწორად იქცევა. ხმის მიცემა ძალიან იშვიათად ხდება და თითოეული ადამიანის ხმის ზღვრული გავლენა ძალიან მცირეა იმისთვის, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ мотиваცია, რომ ამაში უკეთესები გახდნენ. ამიტომ ამომრჩევლებს აქვთ ქცევითი თავისებურებების მთელი სპექტრი, რომელსაც არჩევნებში ისევ და ისევ ხედავთ. ჩვეულებრივ ამ ეფექტების კვლევები პრეზიდენტის არჩევნებს და ენტის არჩევნებს ეხება, მაგრამ დამიჯერეთ და წარმოიდგინეთ, როგორ წარმოიშვება იგივე პრობლემები მაშინაც, როცა შუალედური არჩევნები ფაქტობრივად პრეზიდენტზე რეფერენდუმია. რაც ასეა კიდეც.
ალბათ, ამ ქსევითი თავისებურებებიდან ყველაზე ცნობილია ის, რომ ამ მომრჩევლებს აინტერესებთ რა მოხდა ბოლო დროს ეკონომიკაში. ეს განსხვავდება ჰოლისტური მიდგომისგან, როცა კანდიდატის საქმიანობას მთლიანი ვადით აფასებენ. და მოდი არც კი ვცადოთ თავი მოვიტყუოთ. თითქოს საშუალო ამომრჩეველი ცდილობს რაიმე სტანდარტი შექმნას, რომ კანდიდატი მას შეადაროს, ვიდრე უბრალოდ შეხედოს, იზრდება თუ მცირდება ეს რიცხვი. მაგალითად, ისე მნიშვნელოვანი აღარ იქნებოდა, რომ ეკონომიკა გასულ წელს 10%-ით გაიზარდა, თუ წელს იგივე დონეზე დარჩებოდა. სიამდვილეში საარჩევნო თვალსაზრისით გასულ წელს ნულოვანი ზრდა და წელს 10%-იანი ზრდა ბევრად უკეთესია, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად მეორე შემთხვევაში უფრო ცუდ მდგომარეობაში ვიქნებით. სინამდვილეში თუ თქვენ თვალს ადევნებით ყველა იმ დრამას, რომელიც ფედერალური რეზერვისთვის კონტროლს და შესაბამისად საპროცენტო განაკვეთების დადგენის შესაძლებლობას უკავშირდება, ეს ყველაფერი უფრო გასაგები გახდება. პრეზიდენტებს ძლიერი мотиваცია აქვთ არჩევნების წინ ეკონომიკა ხელოვნურად გააძლიერონ, რაც ქვეყნის გრძელვადიან კეთილდღეობას აზიანებს. ფედერალური რეზერვის დამოუკიდებლობა ამ პროცესის შეჩერებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე თუ ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად კარგი იქნებოდა, რომ საშუალო პრეზიდენტს შეეძლებოდა 20%-იანი ზრდის მიღწევა, ასეთ ჰიპოთეტურ პრეზიდენტს დიდად არ დასჭირდნენ. მან მაინც 10%-ით გაზარდა ეკონომიკა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორჯერ ნაკლები იყო, ვიდრე უნდა ყოფილიყო. კიდევ ერთხელ, საშუალო ამომრჩეველი არ იყენებს შედარებით ანალიზს. 10%-იანი ზრდა დიდი მაჩვენებელია და ამით ამბავი მთავრდება. როგორც არ უნდა იყოს, აქედან მიღებული გაკვეთილი ცუდი ამბავია ტრამპისთვის. ეკონომიკური მაჩვენებლები არც ისე ცუდად გამოიყურებოდა 2025 წლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ყველანაირად ცდილობდა ეკონომიკური კატასტროფის გამოწვევას, ტარიფების მუდმივი მუქარებით. მაგრამ ეს ფაქტობრივად არანაირ მნიშვნელობას არ ექნება 2026 წლის შუალედური არჩევნებისთვის. მეორე მხრივ, ტრამპისთვის ამბები ისეთი ცუდი არ არის, როგორც შეიძლება ჩანდეს, სხვადასხვა მიზეზის გამო. პირველი, თანამედროვე ეპოქაში პოლიტიკური პოლარიზაციის გამო ისედაც ნაკლებია მერხევი ამომრჩეველი. ამიტომ იმ ადამიანების პროცენტი, რომლებიც შეიძლება გადაიბირონ, მაღალია, მაგრამ მათი რაოდენობა ისეთი აღარ არის, როგორც 30 წლის წინ იყო. მეორე, და ვიცი რომ ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ დონალდ ტრამპი ძირითადად უფრო მაღალი ბენზინის ფასებისთვის დაისჯება. ის ნაკლებად დაისჯება იმისთვის, რომ უფრო მაღალი ბენზინის ფასების მიზეზად მიიჩნევენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაღალი ფასები ცუდია დონალდ ტრამპისთვის, მიუხედავად იმისა, რა არის ამის მიზეზი. სასაცილოა, რადგან პრეზიდენტებს ხშირად სჯიან ბენზინის მაღალი ფასების გამო, მიუხედავად იმისა, რომ მათზე ძალიან მცირე კონტროლი აქვთ. ეხლა იმ ერთ სიტუაციაში, როდესაც პრეზიდენტს ნამდვილად ჰქონდა მათზე დიდი კონტროლი, სიტუაცია პირიქითაა. და რომ დაუბრუნდეთ ამ საკითხზე ადრე ნათქვამს, ქვამს, სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ევროპა დაეხმარება სრუტის გახსნაში. თუნდაც ევროპელ ამომრჩევლებს არ მოსწონდეთ იდეა, რომ მათი ქვეყანა დაეხმაროს ტრამპს, ამომრჩევლები მაინც დასჯიან ევროპელ ლიდერებს გაზის მაღალი ფასების გამო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ საქმეში პასუხისგებელნი არ იყვნენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შეერთებულ შტატებში აშკარად არსებობდა გზა, რომ ეს პრობლემა თავიდან აეცილებინათ. უბრალოდ არ დაეწოთ ირანთან ომი. მაგრამ ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი ნაწილი არსებობს, რომელიც რესპუბლიკელებს მხოლოდ იმიტომ მისცემდა წინააღმდეგ ხმას, რომ ბენზინის ფასები მაღალია. იქნება ეს ირანის ომის გამო, თუ ბუნებრივი კატასტროფის, რომელმაც გოლფის სანაპიროს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დროებით გააჩერა. კიდევ ერთხელ, ვიცი რომ ეს თქვენთვის უცნაურად ჟღერს. თუმცა იმის გამო რომ ამ ვიდეოს უყურებთ, თქვენ ხართ ინფორმირებული ამომრჩეველი და სავარაუდოდ ამ მაჩვენებლით მეცხრე ათეულში შედიხართ. თქვენ არაჩვეულებრივი ხართ, კარგი გაგებით და ამ საკითხების თქვენი გაგება საშუალო ამომრჩევლისას არ დაემთხვევა. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ირანის ომი მაღალი მნიშვნელობის საკითხია. ამიტომ დამშლელი ეფექტი ისეთი ძლიერი არ იქნება, როგორც მაშინ თუ კი ტრამპს უფრო ფარული პოლიტიკა ექნა, რაც იგივე ფასების ზრდას გამოიწვევდა. ბოლოს სავარაუდოდ ნოემბრისთვის ბენზინის ფასები დაეცემა. ამომრჩევლები რეალურად აქცევენ ყურადღებას წარმოებულებს არჩევნების დროს. ტრამპისთვის უკეთესი იქნება თუ ბენზინის ფასი $4 და ბოლო კვირაში 25 ცენტით დაეცა, ვიდრე მაშინ, როცა ბენზინის ფასი $4 და ბოლო კვირაში 25 ცენტით გაიზარდა. საბოლოო ჯამში სიტუაცია ტრამპისთვის საკმაოდ ცუდად გამოიყურება, სულ მცირე ამ მიმართულებით და ეს სულ მცირე შეიძლება გითხრას საით მივდივართ აქედან. მართლა როგორც ბოლო პუნქტი, უნდა გავზარდოთ მასშტაბი და გავიგოთ, როგორ მოქმედებს ეს ირანთან მოლაპარაკებების უფრო ფართო საკითხებზე. მინდა ეს წინასიტყვაობით დავიწყო. არ მინდა ვთქვა, რომ ზუსტად ვიცი რა მოლაპარაკების დაბრკოლებაა, რომელიც ეკონომიკურ ომს და მსუბუქ სამხედრო ოპერაციებს აგრძელებს. შეგვიძლია დიდხანს ვისაუბროთ ბენიამინ ნეთანიაჰუს შიდა შეშფოთებებზე ომის დასრულების შემდეგ შესაძლო სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. და შემდეგ ამას შეიძლება დაუკავშიროთ იმას, რომ შეერთებული შტატები ამ პროცესში ჩათრეული აღმოჩნდეს. შემდეგ არის დონალდ ტრამპის პირადი სარგებელი. ამ სიის სათავეშია მედიისა და კონგრესის მიერ სხვა საკითხების გამოძიების შეჩერება. პენტაგონში მყოფი ადამიანები შეიძლება სერიოზულად იყვნენ შეშფოთებულნი ბირთვული იარაღითა და ძალაუფლების გადანაწილებით.
და თუ ირანის წინადადებებს დავაკვირდებით, ადვილია დავასკვნათ, რომ ორივე მხარე ვერ თანხდება როგორია ომის მოსაოდნელი შედეგი. მინდა დავამატო, რომ სრულად ვერ გავიგებთ, როგორ მოქმედებს მოლაპარაკების გარემოს შეცვლა ომისა და მშვიდობის შედეგების მოლოდარი ოდინებზე, თუ არ ვიცით რა არის მოლაპარაკების დაბრკოლება. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ნოემბრის შემდეგაც მაღალი გაზის ფასების პირველადი ეფექტი არის ის, რომ ეს აძლიერებს ტრამპის მოლაპარაკების პოზიციას. მინდა განმარტო, არ ვამბობ, რომ ეს კარგია ტრამპის ადმინისტრაციისთვის ან ამერიკელებისთვის ზოგადად. ორივე ამ ხარის კეთილდღეობა ასევე მოიცავს საარჩევნო შედეგებს და ეკონომიკურ სიმდიდრეს. მე უბრალოდ საუბრობ ორმხრივ, ნულოვანი ჯამის მოლაპარაკების შედეგებზე შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის. გახსოვდეთ, რომ კანონიკურ მოდელში ომის ღირებულება არის ალტერნატიული დანახარჯი. ბრძოლით გამოწვეული დანაკარგები და მშვიდობობის დამატებითი სარგებელი ერთად. სავარაუდოდ, ტრამპს აინტერესებს 2026 წლის შუალედური არჩევნები, რადგან ისინი განსაზღვრავენ მის შესაძლებლობას გაატაროს კანონმდებლობა მომდევნო 2 წლის განმავლობაში და ასევე იმ კონგრესის სავალდებულო გამოძახებების რაოდენობას, რომელსაც ის შეხვდება. მას ასევე დიდად არ აინტერესებს, რა მოხდება იმ დროიდან 2028 წლამდე, რადგან ეს უკვე სხვისი პრობლემა იქნება. ამგვარად, გარკვეული დროის განმავლობაში ტრამპს შეიძლება მართლაც ჰქონდეს ომის უფრო მაღალი ხარჯები გათავისებული. ირანს თავის მხრივ შეეძლო ესარგებლა მისი შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემით და მიეღო უკეთესი შეთანხმება. ამ ეტაპზე კი და განსხვავებით იმასთან, რაც სრუტეში ხდება, ეს შესაძლებლობა უკვე დაკარგული. ან ყოველ შემთხვევაში თითქმის მთლიანად დაკარგულია. ირანმა დაკარგა ზეწოლის ბერგეტი მუქარის სახით, რადგან ტრამპი უკვე ასე თუ ისე ამ პრობლემაშია ჩაფლული. ვიზუალურად ეს ნიშნავს აშეტაშიშის დანახარჯების ხაზის ჩამოშლას, რაც ზრდის მინიმუმს, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია მიიღებდა. ეხლა სავარაუდოდ ირანი ყველაფერ ამას აცნობიერებდა და მაინც მისცა ამის უფლება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ირანი ფიქრობდა, რომ გრძელვადიან ბრძოლაში ჩართვა მაინც უკეთესი იქნებოდა მოლოდინში, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ ომის დასრულებამდე კიდევ საკმაოდ დიდი დრო დარჩა. გაითვალისწინეთ, თუმცა რომ ასეთი პროგნოზი აუცილებლად არ გამართლდება, როდესაც პრობლემას დეტალურად განვიხილავთ, კაფეოდ განსაზღვრული მოლაპარაკების ბარიერით. მაგალითად, თუ ირანს არასწორად სჯეროდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთი თვის წინ დათმობდა, რადგან ის განსაკუთრებით მოწყვლადია შუალედური არჩევნების პოლიტიკური შედეგების მიმართ, მაშინ უარყოფილი შეთავაზება ირანს აძლევს იმ ინფორმაციას, რაც მას გარიგების დასადებად სჭირდება. ირანმა ფაქტობრივად არასწორად გათვალა და ეხლა მას თავისი შეცდომის გამოსწორება მოუწევს. ის ფაქტი, რომ ახლა ირანი უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, უბრალოდ გვერდითი ეფექტია. თუმცა, უფრო ვიწრო სავაჭრო დიაპაზონის შედეგებმა შეიძლება მაინც გადაფაროს ყველაფერი, რის გამოც შეთანხმებასთან უფრო შორს აღმოჩნდებით, ვიდრე ადრე ვიყავით. ეს გიგანტური თეორიული არეულობაა. მაშ, რა არის ჩვენი მთავარი დასკვნები დღევანდელი დღისათვის? ჩვენ მივახციეთ იმ წერტილს, სადაც თითქმის შეუძლებელია, რომ გაზის ფასები ნოემბრამდე ომის წინა დონესთან ახლოს დაბრუნდეს. კვლევები გაზის ფასებზე, ზოგად ეკონომიკასა და არჩევნებზე მიუთითებს, რომ არჩევნებამდე ბოლო რამდენიმე თვის სიგნალები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთლიანად ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ცუდი ნიშანია ტრამპისთვის. ტრამპისთვის ერთადერთი დადებითი მხარეა ის, რომ ამ ორჩევლებს ეკონომიკის მიმართულება აინტერესებთ და ამჟამინდელი პოლიტიკური გარემო უკიდურესად პოლარიზებულია. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციის იმედგაცრუების უცნაური შედეგი შუალედურ არჩევნებში ის არის, რომ ახლა მას ირანთან ორმხრივ მოლაპარაკებებში უფრო ძლიერი პოზიცია აქვს. კიდევ ერთხელ მადლობა Ground News-რომ დააფინანსა დღევანდელი ვიდეო. გადადით ground.news/linesonmaps-ზე ან დაასკანერეთ ეკრანზე არსებული QR კოდი, რათა მიიღოთ შესანიშნავი 40%-იანი ფასდაკლება Vantage გეგმაზე. თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი. და მე შემდეგ ჯერზე ისევ გნახავთ. იყავით კარგად.